რამდენიმე წლის შემდეგ რა იქნება მოთხოვნადი, რა პროფესიები გახდება მოთხოვნადი, რა როლებისკენ წავიდეთ ადამიანები. ადრე ჩვენ გვყავდა კონკურენტები, სხვა ადამიანები და ეხლა გვყავს სხვა ადამიანებიც და AI-ც. და მოდი სიმართლე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებაც ძალიან კარგად იციან საქმე და პლუს AI-ის გამოყენება კარგად, იქნებიან ყოველთვის პრიორიტეტულ მდგომარეობაში. ხელოვნური ინტელექტი არ შექმნის რაღაცა აბსოლუტურად ახალ მოცარტს ვერ გამოიგონებს და ვერც, რა ვიცი, ახალ რაღაცა კაფკას რომელიმე წიგნს ვერ დაწერს, იმიტომ რომ არ აქვს უნარი თავისი ინიციატივის ჯერჯერობით. ის გააკეთებს უბრალოდ უკვე არსებული ცოდნიდან, გამოცდილებიდან, გადაამუშავებს, გააკეთებს სინთეზს და აქედან გამომდინარე მოგცემს ახალ პროდუქტს. AI-ის მმართველი ადამიანები, AI-ის ორკესტრატორი, მცოდნე და ორკესტრატორი ადამიანები იქნებიან საჭირო მარკეტინგში. ჩვენ ადამიანები, ფოტო-ვიდეო გენერაციაში, დიზაინში ჩვენ ადამიანები არ გვჭირდება. აი ამას ვინც ამბობს, ეს არის ცოტა ზერელი დამოკიდებულება, აი მსუბუქად და ლამაზად რო ვთქვათ.